საქართველოში გარკვეული სახის პროდუქტები გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით წინა თვეში ფასმა განსაკუთრებით კარტოფილზე მოიმატა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ინფლაცია 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად დგინდება. ივნისში ასევე გაძვირდა კომბოსტო, ნაყინი და მზესუმზირის ზეთი. ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის განმარტებით ფასების ზრდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ინფლაცია ნამდვილად მზარდი არის მიმდინარე წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით, თუმცა იგი კვლავ რჩება სამიზნე მაჩვენებელთან, ანუ 3%-თან ახლოს, ხო, დაახლოებით 4%-ია ახლა ინფლაციის მაჩვენებელი. ცალკეულ პროდუქტებს რომ შევეხოთ, იქნება ეს ლიმონი, კარტოფილი თუ სხვა პროდუქცია, არა კარტოფილი, მაგრამ ლიმონი და სხვა მსგავსი პროდუქტი ხშირად არის იმპორტირებული. ანუ ადგილობრივი მარაგი, როდესაც ამოიწურება და ხდება ამა თუ იმ პროდუქტის იმპორტი, ბუნებრივია ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში წარმოებული, ხომ და ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ეს განაპირობებს ხოლმე ინფლაციაში პირველ რიგში ამ პროდუქტების ასახვას და პროდუქციის გაძვირებას. მაგრამ არ არის ეს წამყვანი, მაგალითად არ არის ინფლაციის ასეთი ზრდა კონკრეტულად ლიმონთან, ზეთთან ან ნაყინთან დაკავშირებული, აქ არის სხვა ერთობლიობასთან, ანუ მრავალ პროდუქტთან, მათ შორის იქნება ეს ნავთობპროდუქტები, მათ შორის იქნება ეს გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციები თუ სხვა ფაქტორებით განპირობებული. და რას გულისხმობ, დღესდღეობით მსოფლიოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი ინფლაცია. გლობალურმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ომებმა, კონფლიქტებმა და დაძაბულმა მდგომარეობამ გამოიწვია პროდუქციის გაძვირება. ეს განაპირობა როგორც ნავთობის გაძვირებამ, ასევე გართულებულმა ლოჯისტიკამ, ანუ როდესაც ვერ ხდება პროდუქციის სწრაფად მიწოდება, ტრანზიტი არის გართულებული, ბუნებრივია ეს ზრდის ფასს. შესაბამისად, ჩვენც დამოკიდებული ვართ დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე და ეს ტენდენცია აისახა საქართველოსაც. ვინაიდან გაძვირდა ნავთობი, ვინაიდან გაძვირდა იმპორტირებული პროდუქცია, ბუნებრივია ამან გამოიწვია ინფლაციის ზრდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, 4%-იანი მაჩვენებელი არ არის მაღალი და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, ეს არის სამიზნე მაჩვენებელთან ახლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს, რომ ინფლაცია არ იყოს მაღალი და იგივე სიტყვაზე 4-5%-ს არ გადაცდეს. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა ტურისტული სეზონი ახლოვდება, ფულადი შემოდინებები გაიზრდება, ამავდროულად ქართული პროდუქციის წარმოების კუთხითაც აქტიური სეზონია, ზაფხული და შემოდგომა, შემოდის სხვადასხვა ქართული პროდუქტი, ხო? და ეს ბუნებრივია ფასს აიაფებს. მე ვფიქრობ, რომ სამიზნე მაჩვენებელთან, ანუ 3%-თან ახლოს იტრიალებს ინფლაცია და არ უნდა ველოდოთ ჩვენ ფასების დიდად ზრდას.